პუტინს ბირთვული ომი არ სურს. პუტინს სურს, რომ ჩვენ მის სურვილებს დავემორჩილოთ, მაგრამ პუტინი იდიოტი არ არის. მას არ სურს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის რისკის ქვეშ დაყენება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სტარტის შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის შეთავაზება უარყო. ამის ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სრულიად ახალი შეთანხმება სურს და გვესმის, რომ ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ამ მიდგომაზე? Fīkrop პრეზიდენტი ტრამპი სრულიად მართებულად მოიქცა, როცა შეთანხმებას ამოწურვის საშუალება მისცა. ეს შეთანხმება სხვა დროისა და გარემოებებისთვის შეიქმნა 2010-2011 წლებში. ახლა კი მსოფლიო ძალიან განსხვავებულია. მაშინ რუსეთის შეერთებული შტატებისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა. ახლა კი, მაშინ ჩინეთი არ იყო წყნარ ოკეანეში მზარდი სამხედრო ძალა. ახლა კი ასეთია. ამრიგად, ამერიკისთვის შეკავების მოთხოვნები შეიცვალა. ჩვენ უნდა შევძროთ, ერთდროულად შევაკავოთ რუსეთი და ჩინეთი. შეთანხმება გვაძლევს ქობინების რაოდენობას, რომელიც გარკვეულწილად დაბალია იმ დონის რაოდენობაზე, რომელიც ჩინეთისა და რუსეთის ერთდროულად შესაკავებლადაა აუცილებელი. ასე რომ, უეჭველად, პუტინის სიამოვნები დაგვტოვებდა ჩვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაბალ დონეზე. ჩვენ კი გვჭირდება ეს დონე ჩვენი საჭიროებების შესაბამის დონემდე გავზარდოთ. ამ ხელშეკრულებას ასევე აქვს სხვა პრობლემები. როგორც ვთქვი, ხელშეკრულება 2010 წელს დაიწერა. პუტინმა თავის არმიასა და საჰაერო ძალებს დაავალა შეემუშავებინათ ისეთი იარაღი, როგორიც თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად, როცა ხელშეკრულებით შეერთებული შტატების შესაძლებლობები შეზღუდული იყო, პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს სამი განსხვავებული სისტემის შემუშავება დაავალა, რომლებიც სრულიად სცილდებოდა ხელშეკრულების რეგულირების სფეროს. შეერთებული შტატები კი კვლავ არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პუტინმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირებისა და გადამოწმების პროტოკოლები 2022 წელს შეაჩერა. ის ჩვენგან ითხოვს უბრალოდ გადამოწმების გარეშე ვენდოთ, რომ 2010-11 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დონე შეინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან შეიარაღების კონტროლის 8 შეთანხმება დაარღვია. და ბოლოს, თუ დაფიქრდებით, როგორი სურათი იქნება საბოლოო ჯამში, ამ შეთანხმებით არ რეგულირდებოდა რეგიონული ბირთვული იარაღი, რუსეთის მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში. ასეთი იარაღი რუსეთს ბევრი აქვს. რამდენიმე ათასი. შეერთებულ შტატებს კი გაცილებით ნაკლები, შესაძლოა ამ რაოდენობის 10%. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს მან განამდვილებით სცადა შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის რაიმე სახის სამმხრივი დისკუსია გამართულიყო, მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მისი მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან. მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის საკითხებზე საუბარი წარმართულიყო. ასე რომ, დროა საკითხი ასე დავსვათ. სერიოზულად უყურებს თუ არა ეს ხალხი შეიარაღების კონტროლს. თუ ასეა, მაშინ ამან ბირთვული იარაღის სრული დიაპაზონი უნდა მოიცვას. უნდა გქონდეს ინსპექტირების ახალი პროტოკოლები და როგორმე გავითვალისწინოთ როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი. ნამდვილად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ორმხრივი ახალი სტარტის შეთანხმების ახალი სამმხრივი შეთანხმებით ჩანაცვლება სურს, რომელშიც ასევე ჩართული უნდა იყოს ჩინეთი. ფიქრობთ, რომ შესაძლოა არსებობდეს ახალი დაპირისპირების საფრთხე, სადაც რუსეთი და ჩინეთი შეერთებული შტატების წინააღმდეგ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ? ეს საინტერესო კითხვა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება იყოს სამმხრივი ხელშეკრულება, ან შეიძლება არსებობდეს ორი პარალელური ორმხრივი შეთანხმება. ამასთან, რასაც ჩინელები აკეთებენ, არანაირი კავშირი არ აქვს ახალ სტარტთან. ჩინელები ძალიან დაფარულად მოქმედებენ. ისინი განზრახ გაუმჭვირვალეები არიან. მათ არასდროს გამოუცხადებიათ, რა არის მათი პროგრამის მიზანი, ან რა მასშტაბის წარმოებას აპირებენ. ამის მხოლოდ გამოცნობა შეგვიძლია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს რეალობა, მას სი ძინპინი მართავს და როგორც ჩანს, ეს იმისგან დამოუკიდებლად ხდება, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატები ან რუსეთი. მეორე საკითხი ვფიქრობ ისაა, რომ დაახლოებით 2011 წლიდან ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბური განახლება, გნებავთ მოდერნიზაცია დაიწყო და ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ დაიკვეხნა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალების 95%-ის მოდერნიზაცია მოახდინა. ასე რომ, მან საქმე დაასრულა. მან ინვესტიცია ჩადო თავის ბირთვულ
ბირთვულ ძალებში. მეტი აღარ სჭირდება. უკრაინაში ომის უზარმაზარი ხარჯებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქციების გამო მისი ეკონომიკა ისედაც ვეღარ უზრუნველყოფს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბურ გაფართოებას. ასე რომ რუსებმა შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოხატონ ზოგიერთ რაკეტაზე ქობინების რაოდენობა გაზარდონ, რასაც ჩვენ ქობინების დაგროვებას ვუწოდებთ. თუმცა არ მგონია დიდი რისკი არსებობდეს, რომ რუსეთი ქობინების რბოლას დაიწყებს, რადგან რბოლა გულისხმობს, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ, ვიდრე ადრე აკეთებდნენ. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი მათ თავისი ძალების სრული მოდერნიზება მოახდინეს. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ შესაძლოა შეიარაღების რბოლის ახალ ზღვარზე აღმოჩნდეთ, როდესაც დამცავი ბარიერები აღარ იარსებობს და ყველა შეიძლება ქობინების რაოდენობის გაზრდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საფრთხე არსებობს? დიახ, მჯერა რომ ეს ასე არ იქნება. რუსებმა უკვე დახარჯეს უზარმაზარი თანხა საკუთარი ბირთვული ძალების მოდერნიზებისთვის, იმ მიზნებისთვის, რაც მიაჩნიათ, რომ სჭირდებათ, ასე რომ მათ არ აქვთ მეტი ქობინის დამატების მიზეზი, გარდა იმისა, რომ ამით დასავლეთი შეშინება შეეცადნონ. მათ შეუძლიათ კიდევ რამდენიმე ქობინი დაამატონ. რეალურად ეს არ იწვევს შეიარაღების რბოლას. შეერთებული შტატებისთვის ეს სრულიად განსხვავებული პრობლემაა. დღეს არსებული ძალა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის პროდუქტია. ამგვარად ეს ძალები მოძველებულია. 2011 წელს კონგრესი პრეზიდენტ ბარაკ ობამას აიძულებდა დათანხმებულიყო შეერთებული შტატების ბირთვული ძალების მოდერნიზებას. რუსეთის მიერ ბირთვული ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების 15 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა თავის არსენალს არც ერთი ახალი ბირთვული სისტემა არ დაამატა. პირველი ახალი კოლუმბიის კლასის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი წყალში 2030-2031 წლებამდე ჩაეშვება. ახალი B-21 ბომბდამშენები ექსპლუატაციაში 2020-იანი წლების ბოლომდე არშევა. ახალი კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა სავარაუდოდ 2030-იანი წლების დასაწყისამდე არ განლაგდება. მაშ რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა? შეერთებულმა შტატებმა რუსეთისა და ჩინეთის ერთდროულად შეკავების მიზნით ზოგიერთ არსებულ რაკეტას ქობინები უნდა დაუმატოს. ეს დიდი რიცხვი არ არის, შესაძლოა რამდენიმე ასეული, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საწყობში არსებული ქობინები უნდა ავიღოთ და ჩვენს არსებულ წყალქვეშა ნავების რაკეტებსა და ზოგიერთ სახმელეთო რაკეტებზე მოვათავსოთ. რუსები წინააღმდეგი იქნებიან, რადგან არ სურთ, რომ ჩვენ შევძლოთ რუსეთისა და ჩინეთის ერთდროულად შეკავება. ისინი შეიარაღების რბოლის წამოწყებით დაიმუქრებიან და ბევრი ამერიკელი ექსპერტი იტყვის, ღმერთო ჩემო, ეს პრობლემაა, საზღვრები აღარ არსებობს, მაგრამ მათი მუქარის მიღმა არაფერი არ იქნება. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გავიდეს ახალი სტარტის ხელშეკრულებიდან და დაიწყოს პროგრამა შეერთებული შტატების არსენალის ქობინებით შევსების შესახებ. მანამ სანამ ჩვენ საჭიროებებს არ დავაკმაყოფილებთ, სწორია. ფიქრობ ხელშეკრულება სასარგებლო იქნებოდა. ფიქრობ ეს სასარგებლო იქნებოდა მთელ მსოფლიოში არსებული შიშის ჩასახშობად. იმის შესახებ, თუ საით მიდის ამერიკა-რუსეთის ან ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა. თუმცა ეს არ არის ისეთი რამ, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ. ჩვენ ამას მივაღწევთ. თუმცა მოსაზრებები, რომ შეთანხმების ვადის გასვლის გამო ცა ჩამოიქცა, უბრალოდ მცდარია. ეს იყო დაშინების ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ ამერიკული შეიარაღების კონტროლის საზოგადოება. ასევე ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომლებიც ცდილობენ შეერთებული შტატების დაშინებას და უნდოდათ ეთქვათ, არა, ჩვენ დავრჩებით ახალი სტარტის ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, როგორც ჩანს, ამან არ გაამართლა. ცხადია, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დაჭირდება. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ყველა წინა ხელშეკრულებას წლები დასჭირდა. ახალი შეთანხმების დადებასაც შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის. დიახ, ფიქრობ ასია. ფიქრობ მსმენია, რომ სჯობს საერთოდ არ იყოს შეთანხმება, ვიდრე ცუდი შეთანხმება არსებობდეს. დიდი დრო დაგჭირდა საბჭოთა კავშირთან ევრორაკეტების კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ საბოლოოდ სასურველს მივაღწიეთ. ასე რომ ეს ღირდა. ასევე დიდი დრო დასჭირდა სტარტს და სტარტი 2 ხელშეკრულებებს, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ხელშეკრულებები, ძალიან კარგი ინსპექტირებისა და გადამოწმების პროტოკოლებით. ასე რომ შეგვიძლია დრო დავუთმოთ ახალი ხელშეკრულების შექმნას, მაგრამ ეს უბრალოდ სწორად უნდა გავაკეთოთ. როგორ ფიქრობთ, კრემლი დაინტერესდება ამ ახალი ხელშეკრულებით და მზად იქნება თუ არა მიიღოს ყველა ის ახალი დებულება, რომლის ჩართვაც შეერთებულ შტატებს სურს?
კრემლის საწყისი პოზიცია შემდეგნაირი იქნება. ისინი იტყვიან, არა, არ მინდა ამაში ჩართვა, უბრალოდ ახალ სტარტს უნდა დავუბრუნდეთ. ის სრულიად ნორმალური იყო და მე გეტყვით, რომ ამას თავისი ისტორია აქვს. თუ ჩემსავით, ჯერ ამერიკა საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი ამერიკა რუსეთის შეიარაღების კონტროლის საკითხებში იქნებოდი ჩართული. გეცოდინებოდათ, რომ რუსეთის პირველი პასუხი ყოველთვის არის არა. წადით და უკან ჩემთვის სასურველი პირობებით დაბრუნდით. მაგრამ როდესაც მოსკოვი დაინახავს, რომ შეერთებული შტატები 2020-იანი წლების ბოლოს და 2030-იანი წლების დასაწყისში ახალ სისტემებს განათავსებს, მას ექნება ძალიან ძლიერი სტიმული დადოს ახალი ხელშეკრულება. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი ამას სერიოზულად. ახლა, როდესაც 5 წელი რჩება ყველა ამ ახალი სისტემის ამოქმედებამდე, რომლებზეც ვსაუბრობთ, მოსკოვი განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებით. ისინი ამჯობინებენ, რომ ჩვენ უბრალოდ შევზღუდოთ ჩვენი მოდერნიზაციის პროგრამები, ახლა, როდესაც პუტინმა დაასრულა თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზაცია. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გონივრული იქნება, თუ უარყოფს ამ წინადადებას. რუსეთი სულ უფრო ხშირად საუბრობს ბირთვული იარაღზე. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს ნატოს ჩვეულებრივი აგრესიის საპასუხოდ. ცხადია, ეს იმ ფონზე, როცა რუსული პროპაგანდა უკვე წლებია ცდილობს ამტკიცოს, რომ უკრაინაში ომი ნატოს აგრესიაზე პასუხია. არსებობს შიში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით წითელი ხაზი შესაძლოა ქრებოდეს. თქვენ ეს გაშფოთებთ? დიახ და არა. მე არ ვეთანხმები არც ერთ მოსაზრებას თითქოს ნატო 32 ქვეყნით რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას აპირებს. ეს უბრალოდ შეუძლებელია. 32 ქვეყანა ვერ გაერთიანდება აგრესიული ომის წარმოებისთვის. შეუძლებელია. ფიქრობ, რომ რუსეთის დიდი ხნის პოლიტიკაა დასავლეთის, ჩვენი აზიელი და ევროპელი მოკავშირეების დაშინება ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით. ამის თქმა ადვილია, მაგრამ თუ მოსკოვში ზიხარ და იცი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ბირთვულ ომს გამოიწვევს და არ იცი, როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ დანამდვილებით იცი, რომ რუსეთის ტერიტორია დაზარალდება, რომ ბირთვული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მაშინ ეს ძალიან სერიოზული ვარაუდია. ადვილია დაიმუქრო, მაგრამ მისი განხორციელება და საკუთარი ქვეყნის განადგურების რისკის ქვეშ დაყენება სულ სხვა საკითხია. ფიქრობ, დასავლეთში ხალხმა სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს ფაქტი, რომ პუტინს ბირთვული ომი არ სურს. პუტინს სურს, რომ ჩვენ მის სურვილებს დავემორჩილოთ, მაგრამ პუტინი იდიოტი არ არის. მას არ სურს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის რისკის ქვეშ დაყენება.